შვილო აქ რატომ ზიხარ? კარებთან გადი. დედა, აქ იმისთვის ვარ, რომ რამე გავიგონო. აქ ყველა ასეთია. სხვა რა უნდა გაიგონო. უბრალოდ ძმა ფიქრეთის დანდასწრებით რა სიტყვის შოთა? მე ვთქვი თუ მეთქი. რადგან ფიქრეთმა აქ დასვა, ესე იგი რაღაც მოხდება. არ უნდა გამოვდოვოთ. ჩვენ საქმეში პრობლემები არ გვაქვს მეთად. რისი გამოსწორება გინდა, ვერ ხვდები. ფიქრეთ, აქ ყველა ჩვენია. ისევ სხედვართ, როგორც ერთი ოჯახი. შენი აზრით, ისკანდერი არ ეცდება იბრძოლოს? აიღე შვილო, არ მინდა. იბრძოლოს. მადლობა. აქამდე აქ იყავი? ვისთან აღარ ვიბრძოდით? ვისთან აღარ? დურსუნი იყო, მაგრამ აღარ არის ფიქრეთ. ამიტომ მითაც ჩვენი დახმარება უნდა. რისთვისაც მადლობელი ვარ. ხომ იცი ავუს პრობლემები აქვს შენს დასთან. ამიტომ მითათმა გადაწყვიტა საქმე სათავეში ჩაუდგეს. რამე ცუდი გააკეთა? საკინე, რას აკეთებ? თუ არ გინდა მითათი ამაში ჩაერიოს, რადგან ამის უფლება ბიცია დურსუნსაც კი არ მიეცი, მაშინ სხვა საქმეა. და პირდაპირ გითხარი რომ ვიცოდეთ. თქვი? დეიდა ნარგის, შეგიძლია უკვე დედამიწახო ფიქრეთ. ასე ვარ მიჩვეული და მირჩევნია ასე გავაგრძელო თუ შენ არ ხარ წინააღმდეგი დამლა. რა თქმა უნდა, საყვარელო როგორც გინდა. ყოველთვის ყველაფერი ისე ხდება, როგორც შენ გინდა. ასე არ არის? ვერ გავიგე? რა ვერ გაიგე? გეყოფათ საქმეზე ლაპარაკი. რადგან ოჯახი ვართ და მთხოვ შენ ზურგს უკან, არაფერი ვაკეთო? მაშინ ჯერ თვითონ მითხარი გულახდილად. მითხარი რომ დურსუნ ლეთო მოკალი. და მითხარი რომ იავუს და მითაცაც მოკლავ, თუ საჭირო იქნება. შვილო რას ამბობ? რას ვამბობ? ამის შესახებ ყველა მიცის. გულწრფელი იყავი. დამლა, არ შეიძლება ყველგან ყველაფერი განვიხილოთ. თუ კითხვები გაქვს, ცალკე მკითხე და გიპასუხებ. ცალკე. იქნება ამ პასუხების მოსმენა ყველას გვინდა ფიქრეთ. ჩემი ქალიშვილი გთხოვს გულწრფელად უპასუხო კითხვას, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. მოდი ასე მოვიქცეთ. მე და ფიქრეთი ამაზე ცალკე ვისაუბრებთ, როგორც კაცები. რომელი კაცი მითად? კაცი თავის აქციელზე პასუხისმგებელია. ჩემი ქალიშვილი გეკითხება, მამა შენ მოკალი თუ არა? გეყოფა ნარგიზ? წადით ჩემი სახლიდან, წადით. ამ სახლიდან? არავინ გავა. სანამ პასუხს არ მივიღებ ჩემს კითხვაზე. აქედან არავინ გავა. ეს რა არის? ვინ მოგცა იარაღი? ვინ დაგარიგა რომ ამ სახლში იარაღით დაგვემუქრო? გაჩუმდი. გაჩუმდი. მომისმინე. დედა, დაჯექი. შენი შვილი ყველაფერს იტყვის. შენი შვილი დამბირდა რომ მამას აპატიებდა.
მომიყვება როგორ დაღვარა სისხლი მაშინ, როცა მე აქ ბედნიერებისგან ვტიროდი. მამა შენის მოკლა მე ვუბრძანე. მან და დედა შენმა ჩემი მკვლელობა დაუკვეთეს. ეს თვითონ მითხარი. მაინც ვცდილობდი გამოსავალი მეპოვა. შენ რომ არ გენერვიულა, მაგრამ აშკარა ამაოდ ვცდილობდი. გააკეთე რაც გინდა. რადგან იარაღი დამიმიზნე, უნდა მესროლო კიდეც დამლა. მიდი დამლა. თუ დამიმიზნე მესროლე. შვილო. გეყოფა დამლა ჰანიმ. არა. შოთა. შოთა. სასწრაფო გამოიძახეთ. რა გააკეთე? რა გააკეთე? სასწრაფო ჩქარა. შვილო, ელიფ, დაიჭირე. სასწრაფოს დაურეკე. შენთან ვარ. ყველაფერი კარგად იქნება. სასწრაფო ჩქარა. შოთა, შოთა არ დაგტოვო, გთხოვ. ლეთოს სახლში მოდით, სასწრაფოდ. შოთა, შოთა. რა გააკეთე დამლა? ვესროლე ადამიანს, რომელმაც მამა ჩემი მოკლა, ფიქრეთ. ადემ. იარაღი გაქვს? იარაღით არავინ შემოუშვეს, მეც მანქანაში დავტოვე. მანქანაში შენი იარაღი რაში მჭირდება, აქრისთვის დაგტოვეთ. ბიძაშვილო, შიგნით ვერაფერს იზამ. თუ გინდა რომ რაღაც აუცილებლად გავაკეთოთ, დაველოდოთ სანამ გამოვლენ. ვესროლოთ და წავიდეთ, მაგრამ შეიძლება ნებისმიერს მოხვდეს. ეგ გაითვალისწინე. ზეინებს არაფერი არ უნდა მოვიდეს. ამ საქციელის გამო პასუხს მაშინ აგებს, როცა დავქორწინდებით. ისევ ქორწილზე ლაპარაკობ? ფერჰად. ჩემ საქმეში ნუ ერევი. თუ უნდა ჩაერიო, მანქანიდან გადადი. კარგი, კარგი, ჩუმად ვარ. კარგი. ზმაუღლს მეორე მხარეს გაანბე იდგას, უთხარი რომ იარაღი მანქანაში მაქვს. გაბრაზდა და გამითიშა. რა ვქნათ ძმაო? არაფერი, მაგრამ როცა აქედან გავალთ, გზა გადაუღობეთ. კარგი ძმაო. ზარეულს რეცეპტი გამოართვი და სახლში მოგვიმზადე ხოლმე. თვითონ მოამზადე. უკვე მეორედ ვსადილობთ ერთად. მარტო არ ვარ თიავუს. ყველაფერი რიგზეა? ყველაფერი კარგადაა, პრობლემა არ არის. კარგია. დავშორდით, მაგრამ ბრძანებებს მაინც ვიღებ. ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ, საიდან წახვედი. კარგი. რა ხდება იავუს? ვინმე ზარსელოდები? მაგალითად? სულ ტელეფონს უყურებ. არა, ლეილა, მნიშვნელოვანი არაფერია. არაფერი. ნისლი გინახავს ესმა? რა თქმა უნდა, მე ხომ აქ დავიბადე და გავიზარდე. აქ დაიბადე და გაიზარდე? მაგ დროს მესად ვიყავი. მთებში, ოსმან. მართლა? საიდან იცი?
ჩვენი რესტორნისთვის თაფლი შენგან მოქონდა, ამიტომ ვიცი. გონი ზედმეტად მკაცრი ხარ. ხო, მკაცრი ვარ, ოსმან. რა ხდება? უბრალოდ მკაცრი ქალები მე არ მიყვარს. ჩვენს თურანს უყვარს. რა მოხდა ოსმან? არაფერი, გემრიელად მიირთვი თურან. მადლობ. გინდა თქვა რომ ოსმანი და ესმა ერთმანეთს არ შეეფერებიან? არ შეეფერებიან თურან. რატომ? თელ ქვეყანაში თაფლს რომ მხოლოდ თურან იყიდეს, შეიძლება ესმასთან რამე გამოუვიდეს. ისე მეკითხები თითქოს არ იცოდე. თავარი ფულია? არა, მაგრამ დავუშვათ ესმას შეუყვარდა. ოსმანი მდიდარ ქალს გაუმკლავდება? მართალია. მართალია. ვერც მე შევძლებდი. შენ ყველას გაუმკლავდებოდი. ახლა რატომ მეჩხუბები? მაგიდასთან სხვა ხომ არავინაა? მადლობა, ღმერთს არა. ისევ მე მეჩხუბე. მიდი. ჩვენი შეხვედრები ძალიან მომენადრა. მიხარია რომ ისევ ოჯახი ვართ. დამიჯერე, ჩვენ შენ მოგვენატრე. შენ და ოჯახი. მომისმინე? ზეინებ, დღეს მაინც ნუ მემუქრები. არა, საყვარელო, დაგემუქრები. თუ კიდევ ერთხელ გააკეთებ რამე ისეც, რაც ამ ოჯახს დაანგრევს, კარგი, მეც გავართულე, მაგრამ რამე მსგავს კიდევ თუ გააკეთებ, ოჯახი აღარ დაგრჩება. ველა ზურგს შეგაქცევს. მეორე შენს მხოლოდ მე კი არა. ველა აქ მყოფი გაძლევს. ამაზე იფიქრე. მაშინ იღბლიანი ვყოფილ ვარ. მართლა? მართლა ასეა. ნახოთ. ნახოთ, რა თქმა უნდა. საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის. საღამო მშვიდობის, დიდემ. დაჯდები? ჩვენ შორის ძალიან ბევრი რამ მოხდა. ვალდებული ვარ ბოდიში მოგიხადო. ჩემთან არანაირი ვალდებულება არ გაქვს, ზეინებ. მაგრამ რამდენიმე წუთით დავჯდები. კარგი. დაჯექი დედამ. გმადლობ, ოსმან. ძმაო, აქეთ მოდი. რადგან გუშინდელი საუბრის შემდეგ მოხვედი, ალბათ სათქმელიც გაქვს დიდემ. გისმენ? მაქვს, ჰალილ იბრაჰიმ. განწყობის გაფუჭება არავისთვის მინდოდა. აქ ყოფნაც არ მინდოდა. მაგრამ მე და ბიძიამ ვიფიქრეთ, რომ უფლება გაქვს ეს იცოდე. რა? ორსულად ვარ.
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, ამას პატივს ვცემ. როგორც უკვე ვთქვი, უფლება გაქვს იცოდე. გილოცავ. ხალილ იბრაჰიმ. დედამს და დაუცაქ რა უნდათ? რატომ მოვიდნენ? მოსალოცად ნამდვილად არ მოვიდოდნენ, მალე ყველაფერი აირება. ზეინები. მარტო გამოვიდა. ზეინებ. ზეინებ, ვილაპარაკოთ, მოიცადე. არ მინდა ლაპარაკი. მომისმინე. ახლა ლაპარაკი არ მინდა გითხარი. რა ხდება იქ? მოიცადე, რა საკეთებ? გამიშვი. დამშვიდი ძმაო, რა საკეთებ? დამშვიდი. შეინახე იარაღი. შიგნით შედი მეთქი. შიგნით შედი. ისკანდერ. მართლა ძალიან საინტერესო ხარ. რა ლამაზი სიცილი გაქვს. რა უშვილო, მოხდა რამე? მამა ფერხათმა დარეკა. რესტორანში რაღაც მოხდა. აქ მოდიან, ვიფიქრე უნდა გცოდნოდა. რა მოხდა გამზე? ვინმეს რამე სჭირს? აიშე, ტელეფონი დედალები არ მიკითხავს. მალე აქ იქნებიან და გავიგებთ. მიპასუხე დავუთ. კან, აქ სამყაროს დასასრულია, შენ კი გაუჩერებლად მირეკავ. მაინტერესებს სამყაროს დასასრული რატომ დაიწყო? გეტყოდი, შენ არ გეხება მეთქი, მაგრამ შენც გეხება. დიდემი ორსულადაა. როცა ეს თქვა, ყველაფერი აირია. დიდემი ორსულადაა? ვისგან? სისულელეს ნუ ამბობ კან. ვისგან უნდა იყოს? ჰალილ იბრაჰიმისგან. ბოდიში ძმაო, იმის თქმა მინდოდა დარწმუნებული ხარ თუ არა მეთქი. იდიოტი. აი ახლა უკვე ჩემს ხელში ხარ ზეინებ ჰანიმ. აღარ არსებობს ჰალილ იბრაჰიმი, რომელთანაც გაიქცევი. ხელგაშლილი დაველოდები, ბიძაშვილო. დაელოდები? ასეთი ადამიანი არ ხარ. ბიძაშვილო, თუ გინდა ზეინები შენი იყოს, თავი დაანებე. თავისით მოვიდეს. ეს საქმე უკვე მოგვარებულია. უკვე.
კარგი. არ მიკითხო რა მოხდა. არ გეკითხები, არ მაინტერესებს. დამლამ შოთას ესროლა. რა? როგორ? ჩვენ თვალწინ. ჯერ ფიქრეთისთვის სროლა საპირებდა, შემდეგ კი შოთას ესროლა. შოთას? დედა, შოთა როგორ არის? შენმა ძმამ სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანა. ოპერაცია გაუკეთეს. როგორ არის არ ვიცი. დამლამ ასეთი რამ რატომ გააკეთა? რატომ? ნარგიზი გაუჩერებლად უმეორებდა, რომ მამამისი შოთამ მოკლა. ღმერთო ჩემო. ჰო, ზეინებ. ღმერთო. შოთა რომ მოკვდეს. ელიფს და საქინეს რა უნდა ვუყოთ. აქ იმიტომ დარჩი, რომ მამაზე იფიქრო? საავადმყოფოში მივდივარ. შენმა ძმამ ბავშვებთან დარჩენა მთხოვა. ღმერთო ჩემო. ყველას ყველაფერში დამნაშავე, მე რატომ მგონი ვარ? ღმერთო. საიდან გაიგე, რომ დიდემი ორსულადაა აქან? იქნებ დადასტურებული ინფორმაცია არ არის. რა მნიშვნელობა აქვს ვისგან გავიგე აიშე? დიდემი ორსულადაა. მართლა? თან ამ დროს ურთიერთობა გქონდათ? გოგონას შეხედეთ. სანამ ხალილ იბრაჰიმს ეტყოდა, შენ გითხრა? აიშე. მას შემდეგ რაც ზეინებთან ურთიერთობა აქვს, ნორმალური არ არის, ეს ქანს რომ უთხრა. რა თქმა უნდა. გილოცავ ქან. ზეინები ამის შემდეგ ხალილ იბრაჰიმს არც შეხედავს. აიშე. ძალიან მწუხარ რომ ღამე ჩაგვიშალეს, მაგრამ ცირედი კარგი ამბავი გვაქვს. ცირედი. რა ამბავი? დამლამ შოთას ესროლა ფიქრეთის თანდასწრებით, იმიტომ რომ მამამისი მან მოკლა. სერიოზულად? გეფიცები ფიქრეთმა საავადმყოფოში მიყვანა ძლივს მოასწრო. არ ვიცი მოკვდება თუ არა, მაგრამ ეგ შენი დამლა ფინიშის ხაზს უახლოვდება. ადამიანი, რომელიც მემაწყენინებს, მშვიდად ვერ იცხოვრებს. უბედურებას თვითონ გადაეყარა. თქვენი ნებართვით. აიშე, სად მიდიხარ? ლეილასგან გავიგებ ყველაფერი როგორ მოხდა. მე გაგაცილებ. ბიძიას მასთან ფლირტი აქვს? ბიძაშვილო, მამა მხოლოდ მიზნისკენ მიდის და ვინც გზაზე ხვდება, მას არინდობს. ვიტყოდი, რომ შესანიშნავი საღამო იყო, მაგრამ სამწუხაროდ დაუსრულებელი დარჩა. დაუსრულებელი. ჩემთვის საოცარი საღამო გამოვიდა. მოდი ამას დასაწყისი დავარქვათ. რადგან დასაწყისია გაგრძელება როდის გვექნება? პირველივე შესაძლებლობისას. დროებით. დროებით. მამა, ვერ მივხვდი აიშე ასე ნაჩქარებად რატომ გაიქცა. გაიგო, რომ ფიქრეთი შეიძლება დააქვრივდეს და მაშინვე წავიდა. თუ ფიქრეთი აიშეს თხოვს დაბრუნდეს, მაშინვე მასთან გაიქცევა. მაშინვე. როგორ? იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა? ქალები სტაბილურები არიან, კაცები კი შეპყრობილი. ასე არ არის? ჩემო სიმპათიურო. ვინ? მე ვარ შეპყრობილი. დიახ. ბოდიში ბიძაშვილო, მაგრამ ასეა. კინაღამ დაგხოცეს. მამა, ვინ გითხრა დამლამ რა გააკეთა?
სამქეზებელმა. მოიცადე, დამშვიდი. შენი თვამაყობ. ყოჩახ. შოთას ესროლე ფიქრეთთან მე მოვაგვარებ. გვირდები. დამშვიდი. ყველაფერს მოვაგვარებ. რას მიზამენ? შენ არაფერს ჩემო ლამაზო. ფიქრეთმა ილოცოს მას რომ არ ესროლე. გამომშვიდობისა ბიძია. მადლობ. წვერი როდის გაიპარსე? გითხარი. სარკეში ჩავიხედე, ცოტა შესასწორებელი მქონდა, ვიფიქრე შევისწორებ მეთქი და ღმერთო, ჩვენ აქ ასეთ ამბავში ვართ და შენ სარკეში ჩახედვა როდისღა მოასწარი. ბიძა თქვენმა თქვა რომ დამლა ამას არ გააკეთებდა. მე კი ვუთხარი, აი ნახავ როგორ გააკეთებს მეთქი. კარგი და ოხთის გულისათვის საკმარისია. დამლა, შენი უნდა ეშინოდეთ. აი რა გააკეთე, ვნებდები. ბოლოს და ბოლოს დამლა ჩემი ქალიშვილია. იმას იზამს, რასაც მე ვეტყვი, ხომ ასია? კიდევ ერთხელ გეკითხებით. ახლა რა იქნება? ფიქრეთთან რა იქნება? ელიფთან და საქინესთან ერთად ერთ სახლში როგორ უნდა ვიცხოვრო? ნედიმემ ფიქრეთის მამა მოგლა, მაგრამ შესანიშნავად ცხოვრობენ. შენთან რა შეიძლება? გეფიცები მართალს ამბობს. დაიკო, შენ ის ქალი ხარ, რომელმაც მამის მკვლელობისთვის შური იძია. ისე იცხოვრებ, თითქოს არც არაფერი მომხდარა. მართალია. და როცა დაორსულდები არანაირი ფიქრეთი, აღარ დარჩება, ხომ ასია? დიახ. ხოლოდ იმიტომ ველოდები, რომ დედამ ასე მოინდომა. როგორც იქნა, ყველაფერი მოგვარდა. ახლა ის ღამაკლდა ფიქრეთისგან შვილი გავაჩინო, არა? ღმერთო ჩემო. ღმერთო. ეს გოგო კაცებს საერთოდ არ იცნობს. ბიძია, დამლა ისეთ კაცებს იცნობს, როგორების არსებობაც არ წარმოგიდგენია. დიშვილო, ამას გულისხმობდი. მომისმინე, ყველა მამაკაცს აქვს მომენტი, როცა ფარდა ეშვება. შენ ეგ ფარდა ოდესმე გქონია? როგორ არ გრცხვენია. დღემდე იმდენ ადამიანს ვუთხარი უარი. ყველა რომ მოგიყვე, ელიფ, ზეინებ. საყვარელო. კარგი. შოთა კარგად იქნება. ნუ გეშინია. დაჯექი. დეიდა. აღარავინ დაგვრჩება შვილო. არც ერთი კაცი. ჩემო საყვარელო. ახლა ვემოვალ. ძმაო, ეს როგორ მოხდა? ჩანთიდან იარაღი ამოიღო და ესროლა. დედა და ბიძი ამიტომ დაპატიჟა. სწორედ ამიტომ. რას აპირებ? ვიცი, რასაც ვიზამდი, მაგრამ ხელფეხი შეკრული მაქვს. ჯერჯერობით. დედა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტი დღეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დარჩება. მის სიცოცხლე საფრთხე ემუქრება? ყველაფერი კარგადაა. პირველი 24 საათი ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს. გმადლობთ. მადლობა ღმერთს. გადავრჩით. კარგი, ხომ გაიგონეთ, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კარგი ამბავი გვითხრეს. ხო, კარგი ამბავი გვითხრეს. მორჩა, ყველაფერი წარსულში დარჩა. ასია. დამშვიდით. ძლიერია, არაფერი მოუვა. ძლიერია. ზეინებ. ზამიკო. რა მოხდა ჩემო ლამაზო? ექიმა თქვა, რომ კარგად იქნება. არ ინერვიულო. ნერვების ბრალია, ძმაო, არაფერია. კარგი, მოდი დაჯექი.
წარსულში დარჩეს. გმადლობთ. წარსულში დარჩეს. გმადლობ. ფიქრეთ ბეი, შეიძლება ვილაპარაკოთ? რა თქმა უნდა. შეგიძლიათ მითხრათ ყველაფერი როგორ მოხდა? ახლავე. ჩვენ სინაეზოში შოთა მანქანებს ამოწმებდა და ვიღაცა მესროლა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერი არსებობს? სამწუხაროდ კამერები არ მუშაობს, მე კი არ გავაკეთებინე, რადგან სახლში დაცვაც გვყავს. როგორც ჩანს, შეცდომა დაუშვი. თვითმხილველები არიან? არა. სროლის ხმაზე ეზოში გამოვედით და შოთა დავინახეთ. მაშინვე აქ წამოვედით. სულ ესაა. თუ გინდათ დაელაპარაკეთ, როცა გაიღვიძებს იქნებ ვინმეს სახე დაინახა, ასე უკეთესი იქნება. იქნებ რამე გავარკვიოთ. ახლა რა უნდა ვქნა? ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა, ჩემო ძმაო. წარსულს ვერ შევცვლი. ზეინების რეაქცია ხომ ნახე, არც კი შემომხედა. მოგილოცა და წავიდა, სხვა რა უნდა ეკნა? გადაგხვეოდა და ეთქვა, თუ გოგონა იქნება ზეინები და არ ქვითო? ისედაც ვიტანჯები, კარგის თქმა თუ არ შეგიძლია გაჩუმდი მაინც. ძალიან გთხოვ. არა ძმაო, ამ საკითხში შენთვის სათქმელი ლამაზი სიტყვები არ მაქვს. იქნებ სემას და ედანურს დაველაპარაკო, ზეინები დაამშვიდონ. და მათ ვინ დაამშვიდებს? საქმეს მიხედე. კარგი ძმაო, ვეცდები, მაგრამ იმედი ნუ გექნება. ზეინებმა რა თქვა? უთხრა გილოცავო და წავიდა. ბიძიე, ასეთი რამ როგორ გააკეთა? კარგი გააკეთა, თავი მაინც დაეცვა. ღმერთო, ბიძიესთან დასწრებით რას ამბობ? არ ვიცი რას ვამბობ, გაბრაზებული ვარ. როგორც ჩანს, ჩემმა ძმისშვილმა არ იცოდა რას აკეთებდა, იმიტომ რომ გაბრაზებული იყო. ისევ იქ დავბრუნდით, საიდანაც დავიწყეთ. ზეინები ხალილ იბრაჰიმს დაშორდება. არა, არ დაშორდება. დიდებმა რა თქვა? თუ საჭირო იქნება, ბავშვს მოვიშორებო. აბორტს გავიკეთებო. რა მნიშვნელობა აქვს, რა თქვა? ასეთი მიზეზი აქვს. ხალილ იბრაჰიმს არ მიატოვებს. მოდი, ოღონდ მოდი. გოგონებს მე არ მოვეწონა ის რეაქცია არ მქონდა, რაც უნდათ. დაჯექი, შენ მოგისმინონ. რას ამბობს? რა სიტყვის ასე მოხდა? მხოლოდ ერთხელ მოხდა, როგორც ამბობენ ხოლმე. ყველაფერი მხოლოდ ერთხელ ხდება. ყველაფერზე მზა გეგმა არ გაქვთ? ამ საკითხში თქვენი გეგმა როგორია? და ისე რატომ ლაპარაკობ, თითქოს მეც დამნაშავე ვიყო, მე რა შემიძლია? რას ნიშნავს რა შეგიძლია? ხალილი ვერ ეტყვის აბორტი გაიკეთოს, ამიტომ შენ უნდა უთხრა ბიძამის და ამით თემაც დაიხურება. დაემუქრები. ხალილ იბრაჰიმის ბავშვის მოშორება შენ უნდა მიხედო. ჩემი მუქარით მოხდება. ამის თქმა გინდა? ბოდიში, მაგრამ ამას ვერ ვიზამ. ვერც თქვენ. ხალხის თანდასწრებით რატომ ამბობ თუ არ გინდა? რას იზამ, აბორტს გაიკეთებ? სხვა რამეს თუ ვიტყოდი, თემა მაინც აქამდე მივიდოდა. ზგავსი აზრი გაქვს? რა თქმა უნდა, არა. რა გითხრა? რა გითხრა? შვილო, ეს ბავშვი დაიბადება და ხალილ იბრაჰიმს ცოლად გაყვები. მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობს, ეს ზეინებია. ნუ გეშინია, გავუმკლავდები. ბავშვის თემა ზეინებისთვის ყველაზე მგრძნობიარეა. დარტყმას ამით მივაყენებ.